არაერთი საუკუნეა, რა ძაღლი ადამიანის ერთგულ მეგობრად ითვლება. ის მუდამ ამართლებს თავის სახელს. ხოლო ამერიკის შეერთებულ შტატებში საშუალოდ 69 მილიონ ოჯახს ყავს სახლში ძაღლი. სტატისტიკა აგრეთვე საკმაოდ ცუდ ფაქტსაც გვიმხელს. ყოველწლიურად ამერიკის შეერთებულ შტატებში 4,5 მილიონ ადამიანს კბენს ძაღლი. აქედან 800,000 შემთხვევაში სამედიცინო ჩარევა ხდება საჭირო. Are you the little guy making all that big noise? Huh? ოჯახმა, რომელზეც დღეს მოგიყვებით, სწორედ ამიტომ მიიღო ერთგვარი სარისკო გადაწყვეტილება. 2007 წელს ამ ოჯახმა თავშესაფრიდან დობერმანი აიყვანა. წესით ძაღლი მათი 2 წლის გოგონას მეგობარი უნდა გამხდარიყო. დამეგობრდა ძაღლი ბავშვთან თუ ოჯახმა საშინელი შეცდომა დაუშვა. გაჩნდა ეს კითხვა თავიდანვე. ყველაფერი მაშინ გახდა ცხადი, როცა მშობელმა უკანა ეზოდან ბავშვის განწირული ყვირილი გაიგონა. უყურე ვიდეოს ბოლომდე და გაიგებ რა მოხდა იქ სინამდვილეში. ეს ისტორია ნამდვილად შოკის მომგვრელია. დასაწყისში კი თუ ჯერ კიდევ არ გაქვს გამოწერილი ჩვენი არხი, აღარ დააყოვნო. ახლავე გამოიწერე და ზარის ღილაკიც გააქტიურე. 200,000 გამომწერამდე ძალიან მცირედი გვაკლია, ასე რომ შეიტანე შენი წვლილი ამაში. დავიწყოთ. ოჯახი ავსტრალიაში ცხოვრობდა. როგორც უკვე აღნიშნეთ, მათ გადაწყვიტეს ძაღლი აიყვანათ თავშესაფრიდან ბავშვთან დასამეგობრებლად, რადგან მოზარდობის წლებში ცხოველი ძალიან კარგ გავლენას ახდენს ბავშვის განვითარებაზე. როცა ოჯახი თავშესაფარში მივიდა, მათ პრაქტიკულად გვერდი აუარეს ყველა პატარა საყვარელ ძაღლს და რატომღაც თვალი უზარმაზარ დობერმანს დაადგეს. ისინი ფიქრობდნენ, რომ ეს ძაღლი მათი ოჯახის საყვარელი წევრი გახდებოდა. თავშესაფრის თანამშრომლები გააკვირვა ოჯახის გადაწყვეტილებამ, რადგან როგორც წესი დობერმანს არავინ იყვანს ოჯახისთვის. ეს ძაღლი ხომ აგრესიულია და ზოგადად მისი გამოყვანის მიზანიც არ ყოფილა ოჯახთან მშვიდი ცხოვრება. ეს ძაღლები გამოირჩეოდნენ თავიდანვე მტკიცე ხასიათით. დობერმანი საშუალო და შეიძლება ითქვას, რომ საშუალოზე ბევრად მაღალი ზომის ჯიშია. ზრდასრული მამრის სიმაღლე 72 სანტიმეტრამდე აღწევს, მდედრის კი 68 სანტიმეტრს. დობერმანი მსოფლიოში დიდი პოპულარობით სარგებლობს. მას მოკლე, ხშირი, მბზინავი ბალანი აქვს. დობერმანი კარგი მოდარაჯე ძაღლია. ეს ძაღლი თავდაპირველად მძარცველთა დასაფრთხობად იქნა გამოყვანილი. დობერმან პინჩერი ცნობილია როგორც დამჯერი და ძლიერი მოდარაჯე ძაღლი. თუ ლეკვებიდანვე სწორად გაწვრთნით, მისი სახით ერთგული 4 ფეხა მეგობარი გეყოლებათ. ეს უშიშარი ჯიში მე-19 საუკუნის ბოლოს გერმანელმა გადასახადების სამკრებმა ლუის დობერმანმა გამოიყვანა, რისთვისაც გამოიყენა ბევრი ჯიში: როტვეილერი, გერმანული პინჩერი, გერმანული მეცხვარული და მანჩესტერული ტერიერი. იმ წლებში გადასახადების სამკრების პროფესია საკმაოდ საფრთხის შემცველი იყო. სწორედ ამ ყველაფრიდან გამომდინარე, გადაწყვიტა ამ ადამიანმა ასეთი ჯიშის გამოყვანა. მაშინ არ ხდებოდა გადასახადების აკრეფა ონლაინ, როგორც ეს დღეს არის მიღებული. ამიტომ ლუისი ფეხით დადიოდა კარიდან კარზე და ფულს აგროვებდა. გადასახადების ამკრეფებს კი ხშირად თავს ესხმოდნენ ძარცველები და ბევრს კლავდნენ კიდეც ფულის გამო, რადგან იმ დროს გადასახადების ამკრეფს ჩანთით ძალიან ბევრი ფული გადაჰქონდა ერთი ქუჩიდან მეორეზე. ამიტომ დობერმანი სწორედ ის ძაღლი იყო, რომელიც გადასახადების ამკრეფ პატრონს დაიცავდა. საბოლოოდ ლუისმა მიიღო იდეალური გადაწყვეტილება. ლუისმა მიიღო იდეალური ვარიანტი, რომლის ნაკბენი ძალიან ძლიერი იყო, ხოლო 1 კვადრატულ სანტიმეტრზე საშუალოდ 21 კილოგრამის ზეწოლას ახდენდა დობერმანი თავისი ყბით. ეს იგივეა, რომ ხელის კულზე მხოლოდ 1 კვადრატულ სანტიმეტრზე მოითავსოთ 21 კილოგრამიანი ნივთი. ალბათ ეს მტკივნეული იქნება. ამასთან ადამიანის ყბის ძალის ზეწოლა დაახლოებით 11 კილოგრამამდეა 1 კვადრატულ სანტიმეტრზე. ახლა რომ შევადაროთ დობერმანის ძალა, მივხვდებით, რომ ის ძალიან ძლიერი ძაღლია. დობერმანის კბენის სტილიც განსხვავებულია. ის კბენს უშვებს და ისევ კბენს, საბოლოოდ ხორცის მანქანასავით გუწავს. ამ ყველაფრის ფონზე ოჯახმა წაიყვანა დობერმანის სახლში. მას იქ 2 წლის გოგონასთან ერთად უნდა ეცხოვრა. როგორც ჩანს, ამ დობერმანის პირველი პატრონი ბოროტი ადამიანი იყო. ის საშინელ პირობებში გაიზარდა. თავშესაფარში კი ის ფეხმოტეხილი და ძალიან გამხდარი მიიყვანეს. რა გავლენას იქონიებდა მისი წარსული მომავალ ცხოვრებაზე? აგრესიას ხომ არ გამოიჩენდა ახალ ოჯახში ცხოვრებისას? აი, ეს კითხვები ბევრს გაუჩნდა იმ დროს. დობერმანი ერთი შეხედვით თბილი ძაღლი იყო. ის ეფერებოდა ახალ პატრონებს და თითქოს მხოლოდ სითბო უნდოდა. იმის გამო, რომ ძაღლი ოჯახში გაზრდილი არ იყო და ახალი მოყვანილი ჰყავდათ, მშობლები მუდამ აკონტროლებდნენ მას და ბავშვს მარტოს არასდროს ტოვებდნენ დობერმანთან. ასეთი საქციელით უბრალოდ თავს იცავდნენ უბედურებისგან. ერთ დღეს გოგონა სახლის უკანა ეზოში თამაშობდა ძაღლთან ერთად.
ამ ყველაფერს გოგონას დედა კეთრინი თვალსად ევნებდა. ეს ხდებოდა ძაღლის მოყვანიდან მეხუთე დღეს. მოულოდნელად ძაღლის ქცევა შეიცვალა. ყეფა დაიწყო. უკანა ფეხებზე დგებოდა და ცდილობდა გოგონასთვის თათებით ეძგა, რომ უკან დაეხია მას. ერთი შეხედვით სურათი ასე ჩანდა. ძაღლი აგრესიული გახდა, შეიშალა და ბავშვზე თავდასხმას აპირებდა. ეს ყველაფერი გოგონას დედამ ფანჯრიდან დაინახა. კეთრინი ცდილობდა სწრაფად გასულიყო ეზოში და დახმარებოდა შვილს. მას საბოლოოდ ასეთი სურათი დაინახა. დობერმანმა გოგონას ტანსაცმელში მოჰკიდა პირი და უკან გადააგდო. დაახლოებით 1 მეტრზე მოისროლა. შარლოტა მიწაზე დაეცა. გოგონა ტიროდა ხმამაღლა. კეთრინმა მიირბინა ბავშვთან და ხელში აიყვანა. იმ ეზოდან საშინელი ყვირილის ხმა გამოდიოდა. ბავშვი ტიროდა, ხოლო დედა იმდენად იყო შეშინებული და შოკირებული, რომ ხმამაღლა ყვიროდა ისიც. ამ ხმაურში გაირკვა, რომ ძაღლიც არანაკლებ ხმას გამოსცემდა. დიახ, დობერმანიც კმუტუნებდა ძალიან ხმამაღლა. როდესაც კეთრინი ძაღლთან მივიდა, სწორედ მაშინ გაიაზრა თუ რა მოხდა იქ სინამდვილეში. ბალახებში გვერდით დედამ უზარმაზარი კობრა დაინახა. ეს ერთ-ერთი ყველაზე შხამიანი გველი იყო მთელს ავსტრალიაში. მაშინვე კეთრინმა ყველაფერი გაიაზრა. დობერმანის აგრესიული მოქმედება იმის მცდელობა იყო, რომ ბავშვი სასწრაფოდ გაერიდებინა იქავრობიდან, რადგან გველი ბავშვს უახლოვდებოდა. იმ დროს, როდესაც დობერმანმა გოგონა ზურგს უკან გადააგდო, გველმა მას წინა თათზე უკმინა. სწორედ ამიტომ ყვიროდა ისიც ტკივილისგან, რადგან ძალიან დიდ ტკივილს განიცდიდა. ოჯახმა სასწრაფოდ წაიყვანა დობერმანი ვეტერინართან. ექიმმა მას შხამსაწინააღმდეგო პრეპარატი გაუკეთა და ძაღლის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრებოდა. ამ ოჯახმა გაიაზრა თუ რამხელა ტრაგედიას გადაარჩინა ისინი ახლად შეძენილმა მეგობარმა. აღნიშნულ გველს რაც შეეხება, ის იმდენად შხამიანია, რომ შეუძლია კვენისას ერთ ჯერზე 180 მგ შხამი შეუშვას მსხვერპლის სხეულში. შავი სხეული დაფარულია განივი ყვითელი ზოლებით, მუცელი ყვითელი ფერის აქვს. საშიშროების დროს სხეულის წინა ნაწილს წევს ზემოთ და მსხვერპლს თავს ესხმის. კვენის შემდეგ პატარა ძუძუმწოვრები ადგილზევე მომენტალურად კვდებიან. დობერმანი საშუალოდ 45 კილოგრამს იწონი და სწორედ ამის გამო შეძლეს მისი გადარჩენა. მისმა ორგანიზმმა გაუძლო რამდენიმე წუთით შხამის ზემოქმედებას. რაც შეეხება ბავშვს, ის დაახლოებით 15 კილოგრამს იწონდა. შესაბამისად, ერთი ნაკმენიც კი ადგილზევე მოკლავდა მას. ეს ძაღლი, რომელსაც წარსულში ადამიანის საშინლად მოექცა, ნამდვილ გმირად იქცა და გადაარჩინა ბავშვის სიცოცხლე. ამ შემთხვევის შემდეგ ოჯახმა ის განსაკუთრებით შეიყვარა. ის ხომ მათი გმირი იყო, გმირი, რომელმაც ოჯახი დიდი ტრაგედიისგან იხსნა. ჩვენი ვიდეოც ასე მიიწურა. თუ მოგეწონა ეს შესანიშნავი ისტორია, მაშინ გაუზიარე ის ჩვენს მეგობრებს სოციალურ ქსელებში. გმადლობთ, რომ ბოლომდე უყურეთ ვიდეოს. დროებით.